ორი ფასეულობა არჩიო გვეუბნება ბრენე, რაც არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ 4-ში, 5-ში და 6-ში შეიძლება დაიკარგო და ორი ძირითადი ფასეულობა არჩიო. მაგრამ კაია. მეც მეცოტავა, მაგრამ ორით დავიწყოთ, მოდი. ორი ფასეულობა არჩიე და ეგეთ სამ კითხვას გაეცი პასუხი. პირველი, სამი ქცევა, რომელიც თანხვედრაშია შენ ფასეულობასთან. სამი ქცევა, რომელიც არ არის თანხვედრაში შენ ფასეულობასთან და მაგალითი, როდესაც სრულად იყავი შენი ფასეულობა. თანხვედრაში შენ ფასეულობას. აი ეს სავარჯიშოს გაკეთება, მე ჯერ კიდე პირველად რო წავიკითხე მაშინაც გამიჭირდა და ეხლა რო ვიმზადებოდი, მალე მაგაზე და სწრაფად მაგაზე პასუხები არ მოვიდა. მე ვერ მოვიფიქრე, სიმართლე რო გითხრა, ბევრი მაგალითი. ეგ იმას ნიშნავს, მე რომ მკითხო, რომ მე და შენ უფრო მეტად სადღეგრძელოებად გვაქვს ეს ფასეულობები აღებული, ვიდრე შესისხორცებული გვაქვს და გააზრებული გვაქვს და მოქმედების დონეზე დილემაში როცა ვიყავით, არა, აქ ესე უნდა ვიმოქმედო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფასეულობა. ან მაგდროს რეფლექსია რა გვაქვს გაკეთებული და არ გვაქვს ჩაწერილი, ან არა გვაქვს ეგ გააზრებული. ანუ რას ნიშნავს? მე ჩემთანაც დავუსვი კითხვა. რას ნიშნავს, რომ ლევან შენ აფასებ თავისუფლებას როგორც ფასეულობას? რა ქმედება არის?